დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშები და სწორი კვება კვერცხდების გასაზრდელად. კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშების შერჩევა მნიშვნელოვანია მეფრინველეობისთვის, რადგან ეს პირდაპირ აისახება წარმოებული კვერცხების რაოდენობაზე. ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროდუქტიულობით და ადაპტაციის უნარით. თეთრი ლეგჰორნი. წარმოშობა, იტალია. გარეგნობა, თეთრი ბუმბული, წითელი ბიბილო და საყურეები. კვერცხის წარმოება, წელიწადში 300-320 კვერცხი. კვერცხის ფერი, თეთრი. თვისებები, გამოირჩევა ენერგიულობით, კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. ადვილად მოსავლელია და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ ჯიშად. როდ აილენდ რედი. წარმოშობა, ამერიკის შეერთებული შტატები. გარეგნობა, წითელი ბუმბული, ძლიერი კონსტიტუცია. კვერცხის წარმოება, წელიწადში 250-300 კვერცხი. კვერცხის ფერი, ყავისფერი. თვისებები, გამძლე და ადვილად მოსავლელი ჯიშია. კარგად ეგუება როგორც თავისუფალ, ისე შეზღუდულ გარემოს. ხასიათდება მაღალი სიცოცხლის უნარიანობით. სასექსი. წარმოშობა, ინგლისი. გარეგნობა, არსებობს სხვადასხვა შეფერილობის, მათ შორის თეთრი, ყავისფერი და ჭრელი. კვერცხის წარმოება, წელიწადში 250-300 კვერცხი. კვერცხის ფერი, კრემისფერი ან ღია ყავისფერი. თვისებები, მშვიდი და მეგობრული ჯიშია, კარგად ეგუება სხვა ჯიშებს. გამოირჩევა კარგი დედობრივი ინსტინქტით. ჰოლანდიური თეთრწვერა. წარმოშობა, ჰოლანდია. გარეგნობა, თეთრი ქოჩორი თავზე, შავი ან ცისფერი ბუმბული. კვერცხის წარმოება, წელიწადში 200-250 კვერცხი. კვერცხის ფერი, თეთრი. თვისებები, დეკორატიული ჯიშია, თუმცა ამავდროულად კვერცხისმდებელიც. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას ქოჩორის გამო. ისა ბრაუნი. წარმოშობა, საფრანგეთი, ჰიბრიდული ჯიში. გარეგნობა, ყავისფერი ბუმბული. კვერცხის წარმოება, წელიწადში 300-350 კვერცხი. კვერცხის ფერი, ყავისფერი. თვისებები, მაღალპროდუქტიული ჰიბრიდული ჯიშია, რომელიც გამოირჩევა კვერცხის წარმოების ინტენსივობით. კარგად ეგუება სხვადასხვა პირობებს. ასტრალორპი. წარმოშობა, ავსტრალია. გარეგნობა, შავი ბუმბული მწვანე ელფერით. კვერცხის წარმოება, წელიწადში 250-300 კვერცხი. კვერცხის ფერი, ღია ყავისფერი. თვისებები, მშვიდი ხასიათის ჯიშია, კარგად ეგუება როგორც თავისუფალ, ისე შეზღუდულ გარემოს. გამოირჩევა ხორცის კარგი ხარისხითაც. ქათმების კვერცხის წარმოებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემო პირობები. აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება. განათება, სინათლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქათმების რეპროდუქციულ ციკლში. ქათმებს სჭირდებათ მინიმუმ 14-16 საათი სინათლე დღეში კვერცხის ოპტიმალური წარმოებისთვის. ზამთრის თვეებში, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირდება, აუცილებელია ხელოვნური განათების გამოყენება. ტემპერატურა, ოპტიმალური ტემპერატურა ქათმებისთვის არის 18-24 კი ექსტრემალურმა სიცხემ ან სიცივემ შეიძლება შეამციროს კვერცხის წარმოება. ზამთარში საჭიროა ქათმის ბუდეების იზოლირება, ხოლო ზაფხულში უზრუნველყოფა ვენტილაცია და ჩრდილი. ჰაერის ხარისხი, ქათმის ბუდეში უნდა იყოს კარგი ვენტილაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ამიაკის და სხვა მავნე აირების დაგროვება. ცუდი ჰაერის ხარისხი იწვევს რესპირატორულ პრობლემებს და ამცირებს კვერცხის წარმოებას. სისუფთავე, ქათმის ბუდე რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადებების გავრცელება. სუფთა და მშრალი გარემო ხელს უწყობს ქათმების ჯანმრთელობას და კვერცხის წარმოებას. სივრცე, ქათმებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სივრცე გადაადგილებისთვის. გადათვირთულობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და აგრესია, რაც უარყოფითად აისახება კვერცხის წარმოებაზე. რეკომენდებულია მინიმუმ 0,5 კვადრატული მეტრი თითო ქათამზე. ბუდეები, ქათმებს უნდა ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო ბუდეები კვერცხების დასადებად. ბუდეები უნდა იყოს ბნელი და მშვიდი, რათა ქათმებმა თავი დაცულად იგრძნონ. რეკომენდებულია 1 ბუდე 4-5 ქათამზე. კვება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქათმების კვერცხის წარმოებაში. ქათმებს სჭირდებათ დაბალანსებული დიეტა, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას.
საკვები, ქათმებისთვის რეკომენდებულია სპეციალური საკვების გამოყენება, რომელიც განკუთვნილია კვერცხისმდებელი ქათმებისთვის. ეს საკვები შეიცავს პროტეინს 16, 18, კალციუმს 3 მაისი, 4 მაისი, ფოსფორს 0.6, 0.7 და სხვა აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. კალციუმი აუცილებელია კვერცხის ნაჩუჩის ფორმირებისთვის. თუ ქათმებს არ აქვთ საკმარისი კალციუმი, ისინი დაიწყებენ რბილი ნაჩუჩის მქონე კვერცხების დებას. კალციუმის დამატებითი წყაროა ხრეში ან დაფქული კვერცხის ნაჩუჩები. პროტეინი აუცილებელია კვერცხის წარმოებისთვის. ქათმებს სჭირდებათ პროტეინის მუდმივი მიწოდება, რათა შეძლონ კვერცხების ეფექტურად წარმოება. პროტეინის წყაროა მზესუმზირის თესლი, სოიო და სხვა პარკოსნები. წყალი, ქათმებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სუფთა და ხელმისაწვდომი წყალი. წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის წარმოების შემცირება. ზამთარში დარწმუნდით, რომ წყალი არ გაიყინოს. დამატებითი საკვები, ქათმებს შეიძლება მიეცეთ დამატებითი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. ეს ხელს უწყობს მათ ჯანმრთელობას და კვერცხის წარმოებას. თუმცა დამატებითი საკვები არ უნდა იყოს ძირითადი საკვების შემცვლელი. ჯანმრთელი ქათმები უფრო მეტ კვერცხს დებენ. რეგულარულად შეამოწმეთ ქათმები დაავადებების ნიშნებზე და მიიღეთ შესაბამისი ზომები. ვაქცინაცია, ჩაატარეთ ქათმების ვაქცინაცია გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ. ვაქცინაცია ხელს უწყობს ქათმების იმუნიტეტის გაძლიერებას და დაავადებების პრევენციას. პარაზიტების კონტროლი, რეგულარულად შეამოწმეთ ქათმები პარაზიტებზე, როგორიცაა ტკიპები და ტილები. პარაზიტებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია და შეამციროს კვერცხის წარმოება. გამოიყენეთ შესაბამისი პრეპარატები პარაზიტების გასაკონტროლებლად. ვეტერინარი, რეგულარულად მიმართეთ ვეტერინარს ქათმების ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ვეტერინარს შეუძლია დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე რეკომენდაციების მიცემა კვებისა და მოვლის შესახებ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს სხვა ასპექტებიც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ კვერცხის წარმოებაზე. ასაკი, ქათმები კვერცხის დებას იწყებენ დაახლოებით 6 თვის ასაკიდან და კვერცხის წარმოება პიკს აღწევს პირველ წელს. შემდეგ კვერცხის წარმოება თანდათან მცირდება. ამიტომ რეკომენდებულია ქათმების განახლება ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. სტრესმა შეიძლება შეამციროს კვერცხის წარმოება. შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი და სტაბილური გარემო ქათმებისთვის. მოერიდეთ ხმაურს, მოულოდნელ მოძრაობებს და სხვა სტრესულ სიტუაციებს. მამლის ყოფნა ქათმის ბუდეში არ არის აუცილებელი კვერცხის წარმოებისთვის. თუმცა თუ გსურთ კვერცხების ინკუბაცია, მაშინ აუცილებელია მამლის ყოფნა. ქათმების კვერცხის წარმოების გაზრდა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ჯიშის სწორად შერჩევას, ოპტიმალური გარემო პირობების შექმნას, დაბალანსებულ კვებას და ჯანმრთელობის რეგულარულ მონიტორინგს. თუ დაიცავთ ამ რეკომენდაციებს, თქვენ შეძლებთ მიიღოთ მაღალი ხარისხის კვერცხების მაქსიმალური რაოდენობა თქვენი ქათმებისგან. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.